დიპლომატი გიგი გიგიაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დავიწყოთ თავდაპირველად საუბარი სწორედ კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საკითხზე იმსჯელებს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს განხილვა და ნიშნავს თუ არა, რომ საქართველოს საკითხი მაღალ დონეზეა, მეტნაკლებად მაინც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დღის წესრიგში. მოგესალმებით, ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რასაკვირველია, დღევანდელი განხილვა იქნება ნათელი დადასტურება იმისა, თუ რეალურად სად იმყოფება საქართველოს ამერიკის ურთიერთობები. ჩვენ ნახავთ თუ როგორ აგიხვავენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები სიტუაციას ჩვენ ქვეყნებს შორის და რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეალურად სიტუაცია შეიცვალოს. ის განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რასაკვირველია, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის ნათელი დადასტურება იქნება სწორედ ის განხილვა, რომელსაც ვიხილავთ ჩვენ რამდენიმე საათში საქართველოს დროით 11 საათზე. იქნება უკაცრესი დებატები, ჩვენ ვიცით რა არის სახელწოდება. ხუანო რა თემას ეძღვნება ეს განხილვა, საქართველოში დემოკრატიის უკუსლა, საქართველოში მაქსიმალურად ადამიანის უფლებების შეზღუდვა და უკუსლა ამ მიმართულებით, ამიტომ ერთ მხარეს არის ის, რასაც ლაპარაკობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რაზეც მსჯელობენ ისინი და ჩვენ ვიცით, რომ არ არის ჯერ დღის წესრიგიდან მოხსნილი მეგობარი აქტი, მისი მიღების შესაძლებლობა და მეორე მხარეს არის ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინონ რეალობა და დახატონ ესე თქვა ესეთი სურათი თითქოს ისინი რაღაცა ფორმით თითქოს ელოდებიან გარკვეულ გზავნილებს ამერიკულ მხრიდან, რაც რასაკვირველი არის ძალიან დიდი ტყუილი. როგორ უნდა გავიგოთ, ბარემ აქვე გკითხავთ, როგორ უნდა გავიგოთ საერთოდ მიდგომა ქართული ოცნების, ერთი მხრივ ის განცხადებები, რომ აი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და ასე შემდეგ, რასაც იმეორებენ თანამდებობაზე მყოფი პირები, მაგრამ ის რაც ჩვენ გვესმის ამ თანამდებობაზე მყოფი პირების ბატონისგან, ასე ვთქვათ, ოღონდ ასევე სხვისი პირით ნათქვამი თითქოს და ფილოსოფოსის, მაგრამ ვიცით, რომ ეს ივანიშვილის განწყობებს და პოზიციას გამოხატავს, როგორ უნდა გავიგოთ საერთოდ ეს დამოკიდებულება, ერთი მხრივ ურთიერთობების რაღაც განახლებაზე საუბარი და მეორე მხრივ პირდაპირ ლანძღვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის. დიახ, ისინი რაღაც ცდილობენ, რომ დატოვონ შესაძლებლობა სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის, ისინი ფიქრობენ, რომ თუ რაღაცა ფორმით მოხერხდება, რაც რასაკვირველია აპრიორი გამორიცხულია, რომ ამერიკამ ამ პოლიტიკურ პარტიამ, პოლიტიკურ ძალასთან რაიმე სახის დიალოგი დაიწყოს, ვინაიდან გაცხადებულად ჩვენ ვიცით უკვე თუ რა დამოკიდებულება არსებობს მათ მიმართ. ორი ძალიან მარტივი მოთხოვნა, რაც უნდა ითქვას, ეს არის გამჭრვალე და მოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და რასაკვირველია პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ეს არის ყველაზე მინიმალური წინაპირობა, რასაც აყენებს ახლა ჩვენი პარტნიორები, ამერიკული მხარე, მათ შორის ამ მოცემულობის გადაჭრის გარეშე რასაკვირველია ნებისმიერი ილუზია იმისა, რომ რაღაცა ფორმით ამერიკა მოახერხებს ან მოინდომებს მათთან დიალოგის დაწყებას არის ცდარი და არის კიდევ ერთხელ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ამიტომ ისინი ესე ვთქვათ, ქმნიან იმ შტაბ-შტილებას, რომ ორივე ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გააჩნიათ, რომ ორივე მიმართულებით განავითარონ თავიანთი ასე ვთქვათ, ვითომ პოლიტიკა, მაგრამ რეალურად აქ არანაირი ორი ხედვა არ არსებობს ამერიკელების მხრიდან. ხედვას ჩვენ მოვისმენთ დღეს საღამოს 11 საათზე საქართველოს დროით და ძალიან მკაფიოდ გავიგონთ კიდევ იმ გზავნილებს, რომელიც გააჩნია ამერიკულ მხარეს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებისადმი. მე მაინც მინდა გთხოვოთ შეფასება იმ განცხადების, რომელსაც ერთად ვისმენდით ახლა პაპუაშვილის. რაღაც არ ვიცი რა კლასის და დონის მაჩვენებელია, როდესაც მან ასევე თქვა, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოსო, გულისხმობდა იმ სკანდალს, რაც ეპშტეინის გარშემო არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი რა შეგიძლიათ როგორც დიპლომატმა თქვათ აი ამგვარი ტიპის კომენტარი? მსგავსი დაბალი დონის განცხადების შეფასება ნამდვილად ძალიან გამიჭირდება. ერთი საყურადღებო მომენტია, რაც მის განცხადებაში გამოჩნდა, რომ ევროპაში პოლიტიკოსები იღებენ თურმე პასუხისმგებლობას და გარკვეულ ნაბიჯებს გან, მათ შორის რამდენიმე მათგანი გადადგა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს თავად მისთვისაც, რომ ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა გქონდეს პასუხისმგებლობის ზრდობა, რომ მის მიმართ გარკვეული ბრალდებების შემთხვევაში მან უნდა გადადგეს ეს ნაბიჯი, დატოვოს თანამდებობა და ცხადია ამ კუთხით უნდა შეაფასოს ეს პროცესი თავიდან ბოლოს, მაგრამ ესეთი პარალელების გავლება და ესეთი გამოთქმები სრულიად წარმოუდგენლად უზრდელური, წარმოუდგენლად მოწყვეტილი ნებისმიერ
დიპლომატიურ პოლიტიკურ საუბარს ვფიქრობ, რომ უფრო მეც მეტყველებს მათზე. და კიდევ ერთი შეკითხვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ ასეთი რამ ამ დღეებში, როდესაც სომხეთში, აზერბაიჯანში ვიზიტი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს და ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ სომხეთის შემდეგ უკვე აზერბაიჯანთან გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვქონდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შეჩერებულია ივანიშვილის პოლიტიკის გამო სამ სახელმწიფოს შორის. მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს ახლა სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ყველაზე ადრე გვქონდა ამ ქვეყნებს შორის. აი რას ნიშნავს თქვენი აზრით ის, როდესაც ჩადის ორ ქვეყანაში და არ ჩამოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი? ეს არის გაცხადებულად საქართველოს ყველაზე უფრო დიდი იზოლაცია, პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ეს არის პირდაპირ მინიშნება ამერიკელების მხრიდან იმაზე, რომ საქართველოს რეალურად აღარ განიხილება ამერიკის დღის წესრიგში. ჩვენი უახლოესი ორი მეზობელი ქვეყანა დგავს ნაბიჯებს მომავალში, არაჩვეულებრივი ხელშეკრულებები გაფორმდა ასევე ამერიკულ მხარესთან, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, ანუ ბევრად უფრო წინ წაიწია მორმა ქვეყანამ ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საქართველოს როდესღაც განიხილებოდა როგორც ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერი დასავლური ცივილიზაციის, ყველაზე მყარი დასაყრდენი ამერიკისა და ევროპის ამ რეგიონში, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნების ქმედებების შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად დავკარგეთ ყველა ის მონოპოლი, რომელიც გაგვაჩნდა, ხო? დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს იმყოფება უკიდურეს იზოლაციაში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, როგორც ამერიკაში, ასევე არც ევროკავშირში. ჩვენ გვახსოვს ასევე გასულ წელს იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რეგიონში, ასევე ესტონეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და საქართველოში არც საქართველოსგან არც გამოუხედავს არანაირი სურვილი არ გამოთქვას აქ ჩამოსასვლელად. ამიტომ ეს არის ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურესი იზოლაცია ჩვენი ქვეყნისა, როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური და ეს პროცესი სულ უფრო ღრმავდება. რაც შეეხება იზოლაციას და ასევე რაღაც თქმა გსურდათ თუ არ ვსწავლობთ. რაც შეეხება ევროკავშირს და რაც შეეხება იზოლაციას, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების პრაქტიკულად გაუქმება ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის. ეს რამდენად ძლიერი პასუხია ბრიუსელიდან ქართული ოცნების რეჟიმისადმი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისევე პოლიტიკური თვალსაზრისით და შეიძლება თუ არა ზრდიდეს ასევე რისკებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკის გამო მთელმა ქვეყანამ დაკარგოს მომდევნო პერიოდში უიზო მიმოსვლა. დიახ, ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რეალურად ერთ-ერთ ყველაზე უფრო თანმიმდევრულ რაციონალურ მოთამაშედ დღევანდელ დღეს რჩება ევროკავშირი. ჩვენ მქონდა ძალიან მკაფიოდ გამოცხადებული პოლიტიკა მათ მიერ, რომ გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო ღიად ამაზე საუბარი, იმ შემთხვევაში თუ არაფერი არ შეიცვლება საქართველოში, პირველი ეტაპი იქნება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის ფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმება და შემდეგ უკვე შესაძლებელია დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემ, თითოეულ ჩვენთანმა დაკარგოს ეს თავისუფლება. ამიტომ ევროკავშირი ძალიან თანმიმდევრულად, ძალიან რაციონალურად აგრძელებს ჩვენთან მიმართებით საკუთარ პოლიტიკას, ამიტომ მიმაჩნევ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არანაირი ესე ვთქვათ, ეს არ იყო ნათქვამი, ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს იყო ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკას ახორციელებს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება და ჩვენ შესაძლებელია უახლოეს მომავალში მართლაც დაგვემუქროს ამ უდიდესი მონოპოლარის დაკარგვის ალბათობა, რაც იქნება ჩემი აზრით ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი არის თქვა პრაქტიკული დანიშნულება ამ ყველაფრის, მაგრამ ჩვენ ახლა ვსჯელობთ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანზე პოლიტიკურ შემადგენელზე, აი ასეთი გადაწყვეტილების. როდესაც იზოლაციაშია რეჟიმი და როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პრაქტიკულად წერტილი აქვს დასმული ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში ამ იზოლაციის რამე დონეზე მაინც გარღვევას. დიახ, ეს ნიშნავს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ რეალურად პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება არ აღიქმება როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება რეალურად. ევროკავშირი პირდაპირ ძალიან მკაფიოდ ამ გადადგმული ნაბიჯით აცხადებს, რომ აქ არის ძალიან დიდი უსკრული, ანუ არის ორი სხვადასხვა მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი, ქართული მოსახლეობა და მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება. ისინი მათ არ ცნობენ როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალას ამ ქვეყნის სათავეში და შესაბამისად, სწორედ ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ რეალურად მათ აღარ აქვთ არანაირი შესაძლებლობა რაღაცა ფორმით დაარეგულირონ ურთიერთობები ევროპასთან ან რაღაცა ფორმით დაიწყონ საუბარი მათთან ამ მდგომარეობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
ორი მნიშვნელოვანი საკითხი ნება გადასაჭრელი. პირველი პოლიტპატიმრების დაუყოვნელი გათავისუფლება, ოპოზიციაზე ზეწოლის შეწყვეტა და ოპოზიციური ნამდვილი რეალური ოპოზიციის ლიდერების გამოშვება და მეორე დამოუკიდებელი გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ასე ვთქვათ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი უკვე საუბრის განახლება. კი ბატონო და ბატონ გიგი ბოლოს მინდა გკითხოთ მიუნხენის კონფერენციასთან დაკავშირებით კობახიძემ განაცხადა რომ მიიღო მიწვევა უსაფრთხოების კონფერენციიდან მაგრამ იქ კობახიძე არ წავა რომ სავარაუდოდ წავა მაკა ბოჭორიშვილი ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი რას ნიშნავს ერთი მხრივ ეს მიწვევა მეორე მხრივ აქედან რეაქცია ქართული ოცნების რა მოხდა თქვენი აზრით სინამდვილეში და რასთან გვაქვს საქმე აი იმ ფართო კონტექსტში რომელსაც ახლა თქვენ გვიხსნიდით როგორც შეერთებული შტატების ნაწილში ასევე ევროკავშირის ნაწილში დიახ ჩვენ და შევხედოთ ამ კონფერენციას როგორც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საერთაშორისო ფორუმს წლის დასაწყისში ეს არის ყველაზე ძირითადი განსაზღვრელი ასე ვთქვათ კონფერენცია აქ განიხილება ყველა ძირითადი საკითხი რაც წლის მანძილზე იქნება აქტუალური სოფლიოში მე ვფიქრობ მოსაწვევი მიიღო ქვეყანამ საქართველომ და მათ გადაწყვიტეს რომ გაექშოთ არ ვიცი ვის დაასახელებენ იქნება ეს ბოჭორიშვილი თუ სხვა ნებისმიერი მათი წევრი პარტიის პოლიტიკური პარტიის წევრი მაგრამ რეალურად ის წვეული არის ბოჭორიშვილი როგორ არა ქვეყანაზე არის გამოგზავნა საერთოდ ქვეყანაზე არის გამოგზავნა მაგრამ ბოჭორიშვილი ჩავა სავარაუდოდ დიახ აქედან ჩავა ალბათ ბოჭორიშვილი მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იყო ადგილი სადაც საქართველოს ყოველთვის იყო დღის წესრიგში არა მარტო როგორც საკითხი არამედ ჩვენ ყოველთვის მაღალ დონეზე ვიყავით წარმოადგენლები ამ კონფერენციაზე ყოველთვის იყო საუბარი იმ საკითხებზე რაც არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლოდ აუცილებელი ეს არის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რამდენიმე გასული წელი მათ საერთოდ გამოტოვეს ეს კონფერენცია ანუ საერთოდ არ ყოფილა საქართველოს არანაირი ფორმით დამსწრის რანგშიც არ ყოფილა საქართველოს წარმოადგენელი და ეხლა ვიგებთ რომ ჩადის პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი მაგრამ დღის წესრიგში საქართველოს ისევ არ არის ანუ ეს არის კიდევ ერთი ჩემი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე დიდ და ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის აუცილებელი და სასიცოცხლო საკითხები იყოს დღის წესრიგში ისინი ამას არაპირებენ არ გეგმავენ მით უმეტეს რომ არ ესწრებიან მაღალ დონეზე ესაც იზოლაციის პოლიტიკის ნაწილად უნდა განვიხილოთ დიახ მე მიმაჩნია რომ ესე ისევ ერთხელ კიდევ ერთხელ როდესაც ხო ეს სწორი და მნიშვნელოვანი აქცენტია რაც თქვენ დასვით რომ საქართველოს მიიწვიეს არა კონკრეტულად რეჟიმის წარმომადგენლები ქვეყანას გაუგზავნეს მოსაწვევი მაგრამ ამ ქვეყნის საკითხი იქ საერთოდ არ განიხილება, ხო? მე კითხეთ ეს არის თუ არა სწორედ აი ამ იზოლაციის კაფიო გამოხატული. რასაკვირველია ეს არის სწორედ შედეგი, რომელიც მივიღეთ ჩვენ იმ პოლიტიკის, თანამედროვე პოლიტიკის, განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, რაც სურდა ქართულ ოცნებას 13 წლის წინ. მათ უნდათ რომ საქართველოს გამქრალიყო საერთაშორისო დღის წესრიგიდან, საქართველოს აღარ ყოფილიყო საუბარი არსად, განსაკუთრებით ესეთ მაღალი დონის ფორმატებში და ამ რეალობის წინაშე ჩვენ დავდეთქო დიდი ხანია საქართველოს აღარ განიხილება, საქართველოს აღარ არის საერთოდ განხილვის საკითხი. ამით რეალურად ჩვენ სერიოზულად დავსუსტით საქართველოს უკვე ის პარტნიორები რომელიც ყავდა საქართველოს მუდმივად ამ ფორმატში რეალურად ჩვენთან მიმართებით თვითონ ინიციატივით აღარ შემოდიან ხო საქართველოს როდესაც იმყოფებოდა ყოველთვის იყო ხოლმე ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა რომ საქართველოს შესახებ ყოფილიყო საუბარი საქართველოს იყო ქვეყანა სადაც რეალურად პირველად განახორციელა რუსეთმა სამხედრო აგრესია საქართველოსთან დაიწყო თანამედროვე რუსეთის ჩამოყალიბება ამიტომ საქართველოს ყოფილიყო ყოველთვის დღის წესრიგში იმიტომ რომ არც ერთი პრობლემა რომელიც ჩვენ შეგვექნა ხო 2008 წლის შემდეგ 2008 წელი იყო გაგრძელება რასაკვირველია მაგრამ 2008 წელს გამოხატულად პირდაპირ სამხედრო აგრესია რაც მოხდა საქართველოს წინააღმდეგ არ გადაჭრილა ხო რეალურად არაფერი არ შეცვლა ხო ამიტომ ეხლა საქართველოს ასე ვთქვათ დავიწყება საქართველოსზე საუბრის გამოტოვება საქართველოს დისკუსიის გამოტოვება მიმაჩნია არის ძალიან დიდი უკან დახევა და ძალიან დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე